მოგესალმებით, დღევანდელ ვიდეოში გვექნება პატარა ექსპერიმენტი ელექტროლიტური კონდენსატორების შესახებ, როგორც იცით, კონდენსატორები გამოიყენება თითქმის ყველა სქემაში, ყველა პლატაზე და ასე შემდეგ, მოკლედ ძალიან გავრცელებული კომპონენტი არის და ასევე ალბათ ისიც იცით, რომ კონდენსატორებს აქვთ მაქსიმალური სამუშაო ძაბვა და ასევე პოლარობა, გულისხმობ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ელექტროლიტურ კონდენსატორებს. ამ ვიდეოში ნახავთ თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ჩვენ არ გავითვალისწინებთ სამუშაო ძაბვას და ასევე პოლარობას. დავიწყებთ პატარა ტევადობის მქონე ელექტროლიტური კონდენსატორებიდან და ნელ-ნელა გავზრდით და ნახავთ თითოეულ შემთხვევაში რა შეიძლება რომ მოხდეს. ასევე შეგახსენებთ, რომ ელექტროლიტური კონდენსატორების უმეტესობას ალუმინის კორპუსზე ზემოთ მხარეს აქვს აი ესეთი ჭრილი, რომელიც შეიძლება იყოს ასევე აი ესეთ ფორმაში, გულისხმობ აი ამ ზედა ნაწილში. და ეგ არის მოკლედ უსაფრთხოებისთვის, თუ ესე იგი ტემპერატურა გაიზრდება კონდენსატორში, თან რაიმე პროცესი დაირღვევა, მაგ შემთხვევაში ეგ ჭრილი უნდა გაიხსნას და შიგნით დაგროვილი აირი და გაზები, მოკლედ მაგ ჭრილიდან უნდა გამოვიდეს, თუმცა ვნახოთ რა შემთხვევაში გამართლებს ეგ ყველაფერი და რა შემთხვევაში არა. როგორც დაინახეთ, მეგობრებო, ისეთი პატარა ტევადობების შემთხვევაში, როგორც არის 100 მიკროფარადი, 0.22 მიკროფარადი, 57 მიკროფარადი, რაც ახლა გავტესტეთ ჩვენ, მაგ შემთხვევაშიც კი შედეგები არის საკმაოდ საშიში, საშიში იმ მხრივ, რომ ერთ-ერთ კონდენსატორს თუ შეამჩნიეთ პატარაზე ცეცხლიც კი გაუჩნდა, ასევე აქვს საკმაოდ დიდი ხმა და ყოველ შემთხვევაში ესე იგი აუცილებელი არის რომ დავიცვათ პოლარობა და ასევე გავითვალისწინოთ მაქსიმალური სამუშაო ძაბვა იმისათვის რომ არ მოხდეს ის ყველაფერი რაც ახლა მე ვიდეოში გაჩვენეთ და ასევე იცოდეთ რომ აქვს საკმაოდ საშინელი სუნი რაც არის ტოქსიკური და მოკლედ ამ ყველაფრის სახში გამეორებას რა თქმა უნდა არანაირად არ გირჩევთ. ასევე სახში ხარ ვაპირებ უფრო დიდი ზომის კონდენსატორების აფეთქებას, უსაფრთხოებიდან გამომდინარე პირველ რიგში, მქონია შემთხვევით გამიკეთებია ეგეთ რაღაც და მოკლედ იმდენად დიდი კონდენსატორი არ ფეთქდა რომ ჭერის კი დავაზიანე, ასე რომ აუცილებლად, როდესაც კონდენსატორებს იყენებთ სქემაში, გაითვალისწინეთ, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მაქსიმალური სამუშაო ძაბვა და ასევე ტევადობა.